სადგამექცევი. Ai სადგამექცევი მითხარი. Revanși მომეცი, ბიჭო. მოდი გავმაზოთ, ბიჭო. მოდი გავმაზოთ. მამა შენი მომიყვანე და რამე ხო იცი? ჭავჭავაძეს რო ვეუბნები. ჭავჭავაძეს ვეღარ ვეტყვი, მამამ შვილი გააგდო სამსახურიდან. მოგესალმებით, დღეს არის გამას ცხელ-ცხელი ამბები. თქვენთან კიდე არის გამა ტრენერი. ჩამაასხით ყავა და ჩვენ კი დავიწყეთ. მაესტროზე გვიბაზრებ ხა, ოღონდ მოიცერცეთ. რეიტინგი, გამას რეიტინგი. ითხოვით რეიტინგი, რო შედიხარ იქ. რაღაც გაურკვეველია ჩემთვის და თუ ვინმე არ მეთანხმებით და შემისწორებთ, ხო? დამიწერეთ კომენტარებში, ძალიან მაინტერესებს თქვენ როგორ გათვლით ამას. მაგალითისთვის მინდა გავაკეთო 70 კილოში ლადო ვანიშვილი და ლადო იოსელიანი. ეხლა ნახე რა ხდება. ლადო ვანიშვილი არის მეორე ადგილზე, ლადო იოსელიანი არის მესამე ადგილზე. ვანიშვილს აქვს 3 მოგება, 2 წაგება. ლადო იოსელიანს კიდე აქვს 4 მოგება, 1 წაგება. და რანაირად არის ვანიშვილი მეორე ადგილზე, იოსელიანი მესამე ადგილზე. ანუ ვერ ხვდები უბრალოდ. თუ თქვათ, ანუ ეს ავიღეთ უბრალოდ მაგალითისთვის, თორე ძალიან ბევრი ვარიანტებიც მაქვს. უბრალოდ ეს ავიღე ერთ-ერთი მაგალითისთვის. ესე იგი, რა აზროვნებით იმაშვებიან, თვლიან რეიტინგს, ხო? ანუ ვერ ხვდები. თუ მაგალითად ვისაც უფრო მეტი ჭუბი აქვს, ის იწევს წინ, ამ შემთხვევაში ორივეს 5 ბრძოლა აქვს. ანუ მაგაშიც ვერ აჯობა ვთქვათ ვანიშვილმა, ხო? თქვა თუ მაგ იმით მაშვებიან, ითვლიან. თუ ზედიზედ იმებს თვლიან, მოგებებს, მაშინ სხვა მაგალითს გეტყვით, ზედიზედ, მაგალითად 65 კილოგრამ კატეგორიაში მე-7 ადგილზე არის ტონი აფციაური, მე-6 ადგილზე არის დავით მუშკუდიანი. მუშკუდიანს აქვს ამ ეტაპისთვის 2-დან 0, სწორედ შეეცვლება 3-დან 0-ზე გადავა, მაგრამ ამ ეტაპზე წერია 2-დან 0, ტონი აფციაურს უწერია 3-დან 0. ანუ 3 მოგება, 0 წაგება. მუშკუდიანს 2 მოგება, 0 წაგება და მუშკუდიანი არის მე-6 ადგილზე. აფციაური არის მე-7 ადგილზე და თუ ვთქვათ მოგებების რაოდენობით, ანუ ზედიზედ მოგებების რაოდენობით თვლიან, მაშინ ანუ ორივეს ეგრეა, ხო, ორივე 0-ზე აქვს, ორივე მოგებების სერიებით მიდის და მაშინ რატოა მუშკუდიანი მე-6 ადგილზე და ისა აფციაური მე-7 ადგილზე, ანუ იმიტომ გამონებით ვერ ხვდები რა პრინციპით თვლიან და უეჭველი მაესტროს დაწერილი იქნება ესეთ რამეს მარტო მაესტრო მოიფიქრებდა. მამა შენი მომიყვანე და რამე ხო იცი? ჭავჭავაძეს რო ვეუბნები. ჭავჭავაძეს ვეღარ ვეტყვი სამწუხაროდ, იმიტომ რომ ჭავჭავაძე აღარ არის გამაში, მაესტრომ გააგდო გამადან, მამამ შვილი გააგდო სამსახურიდან. ნუ არ ვიცი. სიმართლე გითხრათ, არ ვიცი რა მოხდა იქ სინამდვილეში, ანუ ხა ვარ იმას ვიზამ. მაგრამ რისი თქმა მინდა რა? ჭავჭავაძეს ნაერი, აი მამაშვილობა რო გადავდო, ჭავჭავაძეს ნაერი ვაზელინი. ნუ ცუდ იმას არ ვიძახე ხა, უბრალოდ ვაზელინი ხო იცით რა არის, ანუ როგორ უნდა გაუშვა სამსახურიდან? აი როგორ უნდა გაუშვა? ჭავჭავაძეს მაგირად ვინ უნდა დაიყენო? ჭავჭავაძეს ადგილას ვინ უნდა დააყენო? აი ვერ ხვდე ვინ? დოლიაშვილი? დოლიაშვილმა ჯერ გაარკვიოს იქ. თუ საჭირო იქნება არ გააჩერებს, თუ არ იქნება საჭირო, მაშინ გააჩერებს. ნუ იდეაში მე პირადად ეგ გაარკვიოს, მაგაში დაალაგოს აზრები და მერე. თუმცა დოლიაშვილი ვერ შეცვლის ჭავჭავაძეს ვერანაირად, იმიტომ დოლიაშვილის თავისი პოზიცია აქვს. ხო და რისი თქმა მინდა, ჭავჭავაძეს ნაერს თუ უშვებს სამსახურიდან, ანუ ჯერ ერთი და დააბრუნეთ ჭავჭავაძე დააბრუნეთ ჭავჭავაძე. ვიღას ვეღადაო, ანუ ჭავჭავაძეზე მაქვს აწყობილი ნახევარი სიუჟეტები და
დააბრუნეთ ჭავჭავაძე. რაც შეეხება რევანშს, მაესტრო დამეთანხმა რევანშზე. კაი, რევანშს როდის მეჩხუბებ? როცა გინდა. ამის ვიდეო ტკიცებულებაც მაქვს და ზოგადად სულ მეუნებოდა, როდესაც შევეკითხებოდი, დავაი რევანში დავაყაროთ, დავაი რევანში. ბაზარი არ არის, როცა გინდა ისა ესე და ბოლო მომენტში დამიზადნა. იმენა შეეშინდა და გამექცა და როგორ გამექცა. ჯერ დამიწყო კომენტარებით Facebook-ზე. სურათი რო დავდე მთავარი მასე მაგაზეც შემოვიდა და კომენტარა რაღაცები, თვითონ თავის ჭკუით, თვითონ ფსიქოლოგიურად მაბნევს, მანგრევს. ანუ მაგას იმიტომ გეუბნებით, რომ მქონდა ჩვენ ადრე მაგაზე საუბარი, რომ პირველ ჭხუბის წინ 2 კვირა მაგარი შეყვარებულივით 24 საათი მწერდა, ხმოვანებს მიგზავნიდა რაღაც და მე რომ ეს ყველაფერი მორჩა, ვკითხე რატო აკეთებდი მეთქი, ფსიქოლოგიურად განგრევდი. და ну короче, ხო და ეხლა ბოლოს რა ქნა? ანუ ხო დამეთანხმა რაღაცა და მე დაიწყო კომენტარებში შეურაცხყოფები დაიწყო პირველ რიგში, რაც არ ჯდება ეგ საერთოდ, იმიტომ რომ შეურაცხყოფა ჩემზე უკეთ არავინ არ იცის, თუმცა არ ვაყენებ შეურაცხყოფას, არც ვაყენებდი და მით უმეტეს, მაგრამ მაესტრო ისეთი ტიპია, როცა ხედავს რომ ადამიანი შენ ჯობნის, აი რა გააკეთა ამ დროს. როდესაც ვაჯობე, როდესაც თავისი ისინი ფსიქოლოგიური რაღაცები არ გაამართლა, მე WhatsApp-ში გადმოვიდა და WhatsApp-ში ხმოვანებს მიგზავნით და WhatsApp-ში იმას შვებოდი და ანუ გამომიგზავნა რაღაცები დაწერა გამოვიდა. აი ხო დამბლოკა. რო აღარ მიმეწერა რა. მეთქი კაი, ეგ პირველ დღე. მეორე დღეს დილით ვიღვიძებ, იცის როდის ვიძინებ, როდის ვიღვიძებ, ჩემი გრაფიკი ყველაფერი იცის, ანუ აზე მოდი როგორ უყვარვარ როჟა. ჯერ მეძინა, მაგ დროს მოხსნა ბლოკი, კიდე გამოუშვა ხმოვანები და წავიკითხე თუ არა, ანუ ჩავხდეთ որ იქ ხო იწერება რომ იკითხულობ და კიდე დამბლოკა. ну короче, ესე ტომი ჯერის მეთამაშება მაესტრო და არ ჯობია უბრალოდ გამოხვიდე და მითხრა, всё, აი სექტემბერში ჩხუბობთ რევანში. მიდი მოემზადე, მეც მოვემზადები და მოცხოთ რევანში, ბიჭო. იმიტომ რომ სად გამექცევი? აი სად გამექცევი მითხარი? ვერსად ვერ გამექცევი. გავმაზოთ. ხო მეუნებოდი რომ გავმაზოთო. რაღაც 10,000 თავაზობთ თუ რაღაცა. გავმაზოთ. მოდი გავმაზოთ, ბიჭო. მოდი გავმაზოთ და მომეცი რევანში ძმო. всё. ზაფხულია, ზღვის სეზონია. ვინც აპირებთ, ვინც ჯერ არ წასულხარ და აპირებთ თქვა აგვისტოში წასვლას, ეს ზუსტად ის მომენტია და ის პერიოდია, რომ თუ რაღაცნაირად ფორმაში არ ხართ, მოხვიდეთ ვალჰალაში. ჩვენი პარტნიორია, მაგარი დარბაზია, ერთ თვეში მოიხოდებით მაგრად და წახვალთ. მე თუ კაცი ხარ, პრესის კუბიკები და რამე, თუ გოგო ხარ, დაიყენებ მაგარ ფორმას. ერთ თვეში მოახერხებ შენი მონდომები. ასე რომ გელოდებით და თუ კრივში გინდათ მომზადება და იქნებდეთ 4 კაცში ხელებს ისე რომ არაფრის შიში არ გამოზავებდეთ, მაშინ აკაკა კრიაშვილს უნდა მიმართოთ. კრივში მოგამზადებთ ისე რომ თქვენ თვითონაც გაოცებული დარჩეთ. დღეისათვის სულ ეს იყო, თქვენთან იყო მაესტროს შემშინებელი გამა ტრენერი მომავალ შეხვედრამდე.